ჰამასის ბარბაროსების თავდასხმიდან წელიწადი და 5 თვე გავიდა. 7 ოქტომბერს დილის 7 საათზე ღაზის სექტორიდან ტერორისტებმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გამოუშვეს. ამასთან კიბუცებში შეიჭრნენ და თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდანაც მოხდა. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები. გააუპატიურეს და ტყვედ წაიყვანეს ათობით ადამიანი. პირველი ვინც ბრძოლებში შევიდა ტერორისტებთან ეს იყო პოლიცია. საგზაო ინსპექტორებმა, პატრულის თანამშრომლებმა და სოფლის პოლიციის დეტექტივებმა მცირე იარაღით შეიარაღებულებმა პირველი დარტყმა მიიღეს და გმირულად იბრძოდნენ. გადაარჩინეს საზღვრისპირა კიბუცების მცხოვრებლებისა და ფესტივალის მონაწილეების სიცოცხლე. ერთ-ერთი ასეთი გმირი პოლიციელი იყო ქართველი ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი. ის სეგებ შალომის პოლიციის მეთაური იყო. იციკი იყო საქართველოს მოყვარული ადამიანი, უყვარდა მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოშიც. საუბრობდა ქართულად და აღფრთოვანებული იყო ქართველი ერით. ის ამაყობდა რომ ქართველი ებრაელი იყო. 7 ოქტომბერს ქართველი ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი არ მუშაობდა, ის ოჯახთან ერთად იყო, თუმცა მას შემდეგ რაც შეტყობინება მიიღო, რომ მისი მეგობარი დავიდოვი დაჭრილი იყო და დახმარება საჭიროებდა, იციკი მის გოგონასთან ერთად მეგობრის გადასარჩენად გაემგზავრა. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ის უკვე დაღუპული დახვდა, თუმცა ცხედარი წამოიღო. ამის შემდეგ იციკი უკან დაბრუნდა და სხვა დაჭრილები გადაარჩინა. ის რამდენჯერმე შევიდა ზონაში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები. ერთ-ერთი შესვლისას გმირის მანქანას ტერორისტებმა RPG ესროლეს, იციკ ბუზუკაშვილი ადგილზე დაიღუპა. იციკმა თავისი სიცოცხლე დათმო, თუმცა ათობით ადამიანი გადაარჩინა. ის გმირი იყო ქართველი ებრაელი გმირი, დიდება გმირებს. და როგორც დიდი ვაჟა გვეუბნება 1000 ცოცხალსა ბევრჯერა 100 ჯერ ჯობს ერთი მკვდარია.